მადლობა მოწვევისათვის კიდევ ერთხელ. ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გავიგეთ რამდენიმე დღის წინ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების უფლება ეძლევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეს ნიშნავს რეალურად ამ უნივერსიტეტის დახურვას. რას ნიშნავს 300 სტუდენტი, 300 აბიტურიენტი, მარტივად შემიძლია აღიხსნათ, რომ სემესტრში მარტო მე ვასწავლე 300 სტუდენტს. ანუ უნივერსიტეტის დაყვანა შესაბამისად და მის საქმიანობის დაყვანა მხოლოდ 300 სტუდენტზე, ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ ამის მერე რაც რჩება, ეს აღარ არის უნივერსიტეტი. ასევე აღარ არის უნივერსიტეტი ის, რაც რჩება პროგრამების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენი პროგრამების 70% ფაქტობრივად დახურული იქნება ამის შემდეგ და ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროგრამები ამ შემთხვევაში ჩვენთან სიტყვაზე ვთქვათ ჩამოუვარდებოდა რომელიმე სხვა უნივერსიტეტისას, სადაც აწმიანიჭოს უპირატესობა, პირიქით ხშირ შემთხვევაში პირიქითაც კი იყო. და ამაზე მეტყველებს საერთაშორისო რეიტინგებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიღწევები კვლევით ნაწილში, რუშინდელ ეთერში, რომელიც იყო დებატები ტელეიმედიის ეთერში, რაღაცნაირად შეეცადნენ ჩინოვნიკები, რომ ჟონგლიორობა გაეწიათ, ასე ვთქვათ, ამ საერთაშორისო რეიტინგებით. საბედნიეროდ, ასე ვთქვათ, ეს საერთაშორისო რეიტინგები არის ინტერნეტში ხელმისაწვდომი და ყველას შეუძლია დაგუგლოს Times Higher Education და შესაბამისად, ასე ვთქვათ, მის რეიტინგებში ნახოს რომელი ქართული უნივერსიტეტი რომელ ადგილზეა. ესე რომ გადაწყვეტილება, რომელიც ამგვარად იქნა მიღებული, ასე ვთქვათ, ვერ ვიტყვით, რომ ეფუძნებოდა ან ხარისხის გაუმჯობესებას სწავლების თვალსაზრისით, ან კი კვლევისა და სწავლების ინტეგრაციის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მაგალითად ფილოსოფიის პროგრამა, რომელიც დაიხურა ამ გადაწყვეტილებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწორედ სანიმუშო განხორციელებდა აი ამ სწავლისა და კვლევის ინტეგრაციას და დოქტორანტების ინტეგრაციას შესაბამისად, როგორც საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, ისე ქართულ აკადემიურ სივრცეში. და ამაზე მე ვრცელი სტატუსიც დავწერე ჩემს Facebook გვერდზე. კი ბატონო, ქალბატონ თამარ, როგორ ფიქრობთ, აი, როდესაც გქონდა ქართულ ოცნებას უკვე ესეთი პრეცედენტი, რომ რაღაცა წინასწარ, ყოველგვარი კონსულტაციის, არგუმენტების მოსმენის გარეშე გადაწყვიტეს ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, მიიღეს პროცესი და შემდეგ უკან დახევა მოუწიათ, ახლა რატომ გადაწყვიტეს, რომ კვლავ რაღაცა არავისთვის აზრი არ უკითხავთ, ისე პირდაპირ ფაქტის წინაშე დაგაყენეს სახელმწიფო უნივერსიტეტები, რომ მსგავსი ტიპის ცვლილებებს გეგმავენ. რა არის მათი რეალური მიზანი და мотиваცია? მთელი ამ პროცესის რეალური მიზანი და мотиваცია არის ერთმნიშვნელოვნად საუნივერსიტეტო სივრცის კონტროლის ქვეშ მოქცევა და ის რომ საუნივერსიტეტო სივრცე აღარ იყოს თავისუფალი სივრცე, მათ შორის თავისუფალი აზროვნების სივრცე. და ეს რა თქმა უნდა აუქმებს უნივერსიტეტის იდეას როგორც ასეც, იმიტომ რომ უნივერსიტეტში ადამიანი სწორედ თავისუფლად აზროვნებას სწავლობს იმას, როგორ გააკრიტიკოს ავტორიტეტების მოსაზრებები და ამის საფუძველზე შექმნას ახალი ცოდნა. ეს არის ის, რასაც დგას აკადემია და უნივერსიტეტი და შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს არის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში ამ სივრცის დამორჩილება და შესაბამისად, ესეთი თავისუფალი აზრისგან, რომელიც თავის თავში კრიტიკულ აზრსაც გულისხმობს, გაწმენდა ამ სივრცის. კი ბატონო. იმიტომ რომ ეს კარგად ჩანს თუნდაც იმაზე, რომ ის დისციპლინები, რომლითაც ადამიანი სწავლობს თავისუფალ აზროვნებას და საზოგადოებაზე გაკვირვებას, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებები, ფილოსოფია, როგორ არის შემცირებული ამ დისციპლინებში მისაღები კონტინგენტის რაოდენობა, მათ შორის ფსიქოლოგია, რომელიც მთელ საქართველოში, მათ შორის ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც, ილიას უნივერსიტეტშიც იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მოთხოვნადი პროფესია, როგორ რამდენად არის შემცირებული იქ აბიტურიენტთა მისაღები რაოდენობა. და მე სიმართლე რომ გითხრათ, დღეს აბიტურიენტების მშობლების ადგილზე ვიქნებოდი ძალიან შეშფოთებული, იმიტომ რომ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითით რომ ვისჯელოთ, ეს ნიშნავს, რომ წელს გარეთ უნდა დარჩეს 3500 აბიტურიენტი დაახლოებით. ეს იქნებოდა ის, რაც მოხდებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავუშვათ ეს კონტინგენტის რაოდენობა იგივე რომ დარჩენილი
დარჩენილი იყო მისაღები კონტინენტის რაოდენობა იგივე რო დარჩენილი იყო, რაც ჩვენ შარშან გვქონდა. და ასევე რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აბიტურიენტების არის შემცირებული და უხეშად რო დავითვალოთ, გადის დაახლოებით ალბათ 4000. ანუ 4000 ადამიანით ნაკლები ისწავლის უნივერსიტეტში მხოლოდ აი ამ წლევანდელი კოჰორტისგან და სავარაუდოდ ეს რიცხვი ალბათ მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტად შემცირდება, იმიტომ რომ ჩვენ ეს მთელი პროცესი, რომელშიც ახლა ვიმყოფებთ, უნდა დავინახოთ ერთიან სურათში. იმ დღიდან, როცა კობახიძემ დაანონსა განათლების რეფორმა, მაშინ მას საკმაოდ ვრცელი მონოლოგი ჰქონდა ტელეეთერში და თქვა ესეთი რამ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი სტუდენტი, ამჟამად აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე ადამიანი არის 150,000, მან ეს რიცხვი დაასახელა 150,000 და თქვა, რომ ეს უნდა დავიდეს 100,000-ზე, იმიტომ რომ ჩვენ ამდენი ადამიანი არ გვჭირდება დასაქმების ბაზარი არ საჭიროა ზამდე. მაშინაც იქნა ეს საკრალური ბაზარი ნახსენები. კი ბატონო.